საკვები პროდუქტებზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან გორში რიგითი მოქალაქეები. გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მათივე თქმით საკუთარ მოსახლეობაზე არ ზრუნავს. სპეციალისტები კი ინფლაციის მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას და ქვეყანაში არსებულ კორუფციას ასახელებს. მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას შემოსავლიდან დახლამდე საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება. უნდა გაგეშურო მაგათ უნდა დააკლონ ფასი, მე ხო ვერ დავაგლე ფასსა. უნდა დააკლოს კობახიძემა ფასი. უნდა ხალხისგან აიღოს ინტერვიუ, კმაყოფილები არიან თუ არა. ხელისუფლება ამას. დიახ. აბა ხალხმა ხო არა. ხალხის მხრივ ხო არა. ეგ ყველაფერი ხელისუფლება. აბა რის თავრობაა თუ არა კონტროლი. ვინ იქნება ვინც თავრობაში ზის? სხვა ვინ აბა. ჩვენ რა უფლება გვაქვს ან მოუმატოთ ან მოუკლოთ. თავრობა. თანაც თქვი ეს მთავრობა ყველაფერში ჩვენ არაფერი რა ვიცი. ხალხს აღარაფერი აღარ ეკითხება. თავრობა ვინ არის პასუხისმგებელი? მჯერობს რომ ფასები დაარეგულიროს სუპერმარკეტებში და იმეებში. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სუპერმარკეტებისა თუ ვისია? ალბათ უმცროსების ვინც არის მაგის მომარაგებელი ვიღაცა ხო არის ის იქნება. პასუხისმგებელი ვინ იქნება? მთავრობა იქნება. სხვა რა ვიცი. გლეხი კიდაღუპულია და უმატებენ. ცოდონია ხალხი ერთ კამფეტსაც რო ვიხედის, ღარიბ ღატაკი ადამიანი ხო ცოდოა. პრემიერის განცხადებას მოისმენთ ხომ ეხლა ფასებთან დაკავშირებით? კი, მთავრობისა შვილო. მთავრობისა. მთავრობა. ჯერ თავიდან და მე რა თქმა უნდა აქაც უნდა იზრუნონ. რაღაცა გააკეთონ ან ტაქცია დაადონ ან რა მართალია გლეხია მოსავალი, მაგრამ ჩვენც ხო ცოდონი ვართ. მარტო პენსიონერი. ამას რაც უნდა მაგაზე მეტი ლაპარაკი, თვითონ ისქელებენ ჯიბებს, ხელფასებს, სულ ყველაფერს. პენსიონერებმა რა ქნან? შევცქერით მაღლა ღმერთსა, რომ იქნება რაღაცა გავაკეთოთ. ფასები ნამდვილად ყველაფრისა, აი მაგალითად წამლების ფასი, პენსიონერმა ყველაფერი უნდა მოიკლოს, მაგრამ წამალს ვერ მოვიკლეთ. წამალი აუცილებლი უნდა ვიყიდოთ და ცარიელ პურზების ხდეთ.